მე ვარ ლუკა ქათამაძე, 11 წლის. ვსწავლობ წინსვლის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და ფეხბურთის თამაში. უკვე ერთი თვეა დავდივარ ხატვაზე. ჩემი საყვარელი ფერია შავი, არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ გოგოების ფერია და მახსოვს პირველ დღე ხატვაზე შევედი. პირველ დღეს დამახატია სტოქები და ვაშლები. ძალიან კარგად დავხატე და მიმიღეს ხატვაზე. ხატვაში ყველაზე მეტად მირთულდება პორტრეტის ხატვა. ყველაზე მეტად მიადვილდება სხეულის დახატვა. ჩემთვის ყველაზე კომფორტულია ფანქრით ხატვა. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და უკვე შეგუებული მაქვს 100 ნახატი. ამ ნახატებიდან მაქვს ერთი გამორჩეული. ამ ნახატზე ხატია Mercedes CLS. ნახატების გამოფენა ჯერ არ მქონია და მინდა ჩავატარო საფრანგეთში. სადაც ჩემი ნახატები იქნება გაყიდვაში. ჩემი ნახატების მინიმალური ფასი იქნება $10,000. მაქსიმალური კი $50,000. ჩემი ნახატები ჯერ არ გამიყიდია, მაგრამ გამიჩუქებია. ყველაზე ხშირად ჩუქნი ჩემს კლასელს. მეც მიყვარს საჩუქებსა ჩუქნიან. ამის გამო მიყვარს ახალი წელისა და დაბადების დღეც. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს დაბადების დღე. ჩემი ოცნების საჩუქარია Mercedes CLS. შემდეგ დაბადების დღეზე მინდა მაჩქონ PlayStation 5. ჩემი ხატვის მასწავლებელს ქვია ქეთინო. ის არის საყვარელი, თბილი და კარგი. ჯერჯერობით ის ჩემზე კარგად ხატავს, მაგრამ ვესწრები რომ მასზე კარგად დავხატო. ჩემი გეგმა არის რომ ხატვა ვისწავლო კიდევ 6 წელი. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. თამაშობ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. მაქვს გოლის ალღო და გამაქვს ბევრი გოლი. ჩემს კარიერაში გატანილი მექნება 100 მეტი გოლი. ერთი გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზე. დავარტყით 11 მეტრიანი და გავიტანე ბურთი ცხრიანში. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებაა სისწრაფე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო და საყვარელი გუნდი რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვთამაშებდი 7 ნომრით. მე ვსწავლობ წინსვლის საჯარო სკოლაში და ეს სკოლა ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ მყავს ძალიან კარგი მასწავლებელი და კლასელები. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. ყველაზე მასწავლებელი ისე ძალიან მიყვარსო, ვერცაც ვერ გამოვყოფ. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდი არქიტექტორი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ფეხბურთელი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის. იმიტომ რომ უკვე ვიქნებოდი არქიტექტორი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი 3 და. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი ძმა. მამიგო არის მშრომელი, უშიშარი და ვაჟკაცი. დედიგო არის ლამაზი, თბილი და მზრუნველი. ძალიან გაემართლა ასეთი კარგი მშობლები რომ მყავს. ძალიან მიყვარს ბებიას გაკეთებული ფხალი და დედას გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი გააკეთებს ყველაზე კარგად სუპს. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქმევ ზურას და ნინის. ჩემს შვილს დავარქმევ ლიზის. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ჩემოცნების სახლს. იქნებოდა 3 სართულიანი, დიდი ეზოთი და აუზით. სამოგზაუროდ ისევ წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილეამ დავიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი მამასთან ერთად. ბედნიერება არის კარგი ოჯახი და ოჯახში თბილი განწყობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.